ესე იგი მერამმა გამოგვიცხადა საიდან გამოჩნდა ამდენი MMA-ის მცოდნე და MMA-ის პროფესორიო რა. და საიდან მოიტანეთო, რომ დოპინგი ქონდა იმას გეიცო თუ რა ჯანდაბა ქვია, იმას მიღებულიო. ნუ ახლა ბევრმა ჩაწერა ამ საკითხთან დაკავშირებით ვიდეო და ყველა მის თქვა რომ რა თქმა უნდა დოპინგიან, დოპინგის მსგავსი რაღაცა ხიმია ქონდა მიღებულიო. მაგრამ მე ვიტყვი ჩემ თავზე 2001 წელს უკვე ვიდექი რინგზე 13 წლის ასაკში. ანუ ეგენი საერთოდ ანუ ეს სპორტსმენები საბავშვო ბაღში დადიოდნენ რა. ან ახალი შესულები იყვნენ სკოლაში, ან მეორე მესამე კლასში იყვნენ და ასე შემდგომ. ნუ ხა მერაბი ჩემზე 3 წლის პატარაა, ხო, ის 10 წლის იქნებოდა მაშინ. 13 წლის ასაკში 2001 წელს კარატის შეჯიბრებებზე უკვე გავდიოდი და ერთხელ ყბა მომიგდეს საქართველოს ჩემპიონმა რო დამარტყა ურამავაში ტაიკვანდოზე მაგას მონდოლიო ჩაკს უძახიან ბზრიალში არ დაარტყა ძლიერად ტრენერმა უთხრა და მაინც დამარტყა რა. ეგრევე დამაგდო გამთიშა ღორივით დამაგდო რასაც ქვია. 2003 წელს 15 წლის ასაკში უკვე ქართულ საბრძოლო ხელოვნებას ვეუფლებოდი. რა მნიშვნელობა აქვს MMA ერქმევა თუ UFC თუ რაღაც. ეგენი საერთოდ არ იყო მე მგონი მაშინ ხსენებაში. არ ვიცი მე მაგათ ისტორია. მაგრამ მე მგონი დროა რომ ეს UFC-ის კომენტატორი უნდა გავხდე რა. მე მგონი დროა რა. აი მე მგონი მაგ კონტენტის შეთავსებაც მომიწევს მე მგონი ისე რომ ვატყობ. ანუ იმის თქმა მინდა რომ დაჟე UFC-შიც და MMA-ში თუ რა ვიცი რაც არის ვერ ყვევი საერთოდ. აი მე რა ბრძოლებსაც მაქვს 8 კუთხედებში და 7 კუთხედებში თუ 5 კუთხედები თუ რაც ქვია მაგ რინგზე უყურებ. ბევრად უკეთესი ტექნიკით ვიბრძოდით ჩვენ შეჯიბრებებზე. რა თქმა უნდა ხა იქ 17 და 18 წლის ბიჭის და 16 წლის ბიჭის ძალა სხვა არის და 30-ის და 27 წლის მამაკაცის ძალა იქ სხვა არის და დარტყმები სხვანაირია, მაგრამ ტექნიკაზე ვსაუბრობ. არსად მე აი MMA-ის ხო არის საუბარი MMA-ზე და UFC-ზე და რაც არის და მოკლედ არსად მე არ მინახავს მაგალითად ის ტექნიკა, რასაც მე ვიყენებდი. აი რა, როდესაც გდიხარ, ანუ დაგაგდო მოწინააღმდეგემ, გადაგაჯდა და ზევიდან გირტყავს რა. არის ერთი ეგეთი ტექნიკა, ამ დროს ერთი არის თავდაცვის ტექნიკა, იქ რომ იხუტებ, არ აძლევს საშუალებას დარტყმების საშუალებას და პლუს არ იხუტებ, წინ აწვევი და ქვევიდან ცემ. ანუ ეს პრაქტიკაში ქვევიდან სამი კაცი გავლახე ზედიზედ ქვევიდან. ზედიზედ რა, სამ კაცს შემახვედრეს. აი ზევიდან კაცი რო ზევიდან დამაჯდებოდა ის უკვე წაგებული ქონდა. ქვევიდან ურტყავდი, მე მევაჯდებოდი ზევიდან და იქ ჭიდაობის ილეთები და ტექნიკას იყენებდი. ესე თავზე დგებოდი, იმაშობოდი რა ქვია, თავზე კისერზე დგებოდი, აი კისერს რო ავარჯიშებენ ძიუდოისტები. წელი უნდა ქონოდა მაგარი, გადმოაგდო მე მარცხნივ ან მარჯვნივ, ზევიდან ამ ილეთს არავინ არ ელოდება ხოლმე. თუ ანუ ის შენთან ერთად თუ არ არის მაგ ტექნიკაზე ნავარჯიშები. მე ეგ ტექნიკა არსად არ მინახავს MMA-ის ბრძოლებში. ხა რა ვიცი, ამდენი შეჯიბრებაა ჩატარებული, ყველა არ მინახავს, მაგრამ რაც კი შემიხედავს, ჩოგბჯენში ჩხუბი რომ მიდის და ჭიდაობა, ესე იგი ხა სხვადასხვა სპორტის სახეობის ტერმინებია ეს. ჩოგბჯენს რო უძახიან, აი მე მგონი ჭიდაობაში უძახიან. ჩოგბჯენში მე ეგეთი და ანუ დაგდებულზე ქვევიდან რო ხელი გაერტყას MMA-ზე მოწდა, მე ეგეთი რამე არ მინახავს. ტიპები რომ აგდებდნენ ქვევიდან ვცემდი. ვინ არის პროფესორი? რა პროფესორი ხახნო? რა პროფესორი ვარ ნამდვილად კი, საბუთიანი თან ლურჯი ხამრით. ერთ-ერთ ვიდეოში YouTube-ზე ვაჩვენე კიდევაც. ეხა უკაცრავად 80 წლამდე რინგზე ვერ ვიდგები. თავის ტრავმა მაქვს, მე მიღებული 2010 წელს თავი გავიტეხე, თბილისის ზღვაზე თავით დავასკდი, სალტოს ვაკეთებდი და რაღაცა ნედარაზუმენია მოხდა ჰაერში. ჰაერში მატრიცამ გაჭედა, გაბაგა. დავასკდი თავით და ანუ კისერი რომ მქონდა, პირველ რიგში ღმერთმა გადამარჩინა, მაგრამ კისერი რომ ძლიერი არ მქონოდა, იმაში რომ ხო იცით, ცხენა რომ გადმოვარდება და კიდევ კაი მოვასწარი გადმოხტომაო. აი ეგეთ თემაში კისერი ძლიერი რომ არ მქონოდა, კისრის მალები უნდა ჩამლეწოდა საერთოდ რა. ხო და ეხა მანდ რო გავიდე ერთი
ისეთი შეიძლება ერთ პირველივე დარტყმაზე შეიძლება დემენცია დამემართოს ან რაღაცა სიტყვაზე ვიძახი რინგზე. ახლა მე ანუ იმას თქმა მინდა რომ კომენტარის გაკეთების უფლება ჩემზე მეტად საქართველოში შეიძლება 1-2-ს კონდეს უფლება. ეხლა ჩემ თავზე კი არ მიმიღია, მაგრამ მე მაინც ჩავწერე წინაზე ვიდეო და ვიტყვი რა. საბრძოლო ხელოვნება მე რომ მესმის, ეგეთი არის საქართველოში რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი. იმიტომ რომ კრიბზეც ვარჯიშობდით, კიკბოქსინგის ტექნიკაზეც ვარჯიშობდით და პლუს მე რაც მაქვს გავლილი, ეს არის სპეცსამსახურების პლუს კიდე რაღაცებს, რასაც არ ვიძახი, რასაც ნაწილობრივ ვიტყვი, რომ ეს არის სპეცსამსახურების აგენტები რომ გადიან ჩხუბის ტექნიკას, პირდაპირ მნიშვნელობით ფილმი ჯეისონ ბორნი ხომ გინახავთ? აი ჯეისონ ბორნი ფილმი ხომ გინახავთ? აი მან თუ ხა დადგმულია ჩხუბები, მე გეუბნებით რომ ეგ არის რეალური და რეალურად კეთდება და ხდება. მაგალითად, აი ჯეისონ ბორნში რაც არის მსგავსი ტიპის ტექნიკა, ანუ რაღაცა სავალდებულო ჯარში რო ვიყავით, ერთხელ რაღაც მეჭიდავებოდა ერთ მეგობარი და იქ ბიჭები მატრასებზე იყვნენ წამოწოლილი რაღაცა და კედელზე ავირბინე, ნუ იქ რაღაცები მოგჩავატარე რა ტიპს ისეთი რაღაცა გავაკეთე, ხახს დედას ფიცაა რომ ვანდამის ფილმში რო აქ ნანახი, აი პირდაპირ მარტო ვანდამის ფილმში რო აქ ნანახი რა. კედელზე გადახვდი, რაღაც გადმოვაგდე, გვდებები გავუკეთე. ოღონდ თან ისიც პროფესიონალი როდესაც ხარ და იცი როგორ გააკეთო, რომ ადამიანს გდება დაუგად მეგობრულ ჭიდაობაში და იმაში რა, რომ თამაშობ. ბალებოი გავუჭიმო ესე სიმბოლურად, ანუ არ ატკინო, ძიუმით რა კისრულზე გადმოვაგდო, დაახეთქო, იმენა წყალაპივით გაშალო იატაკზე, მაგრამ ისე რომ არაფერი არ ეტკინოს, ამასაც ცოდნა ხო უნდა, ანუ იცი რა, როცა ვარჯიშობ. ხო და ისეთ რაღაცები გამიკეთებია, რომ ხალხი წამოხდა ტაში დამიკრო, გაგიჟდა, ტიპი მოვიდა. Кто ты воин? იმედი რომ кто ты воин? ანუ ვინ ხარ შენ ვიყოფილ ხარ ჩემი გაგიჟდა ტიპი რა. ეხა ეგეთი ისტორია იმდენი მაქვს, ანუ მსგავსი ტიპის ტექნიკები არსებობს. ანუ აქ რა ტექნიკებზეა საუბარი? ქამრით, აი დანაზე ქამრით ჩხუბი, კოსტუმს რო გადაიხობ ხელზე, ანუ ქორწილში ჩხუბი, მეტროში ჩხუბი, დამჯდარიზე, როდესაც ზიხარ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თავს როდესაც გესხმის. ანუ ფილმებში რაც არის გამოყენებული, რა თქმა უნდა თვითონ ეს ჩხუბები დადგმულია, მაგრამ მსგავსი ჩხუბი ხდება და ანუ მსგავსი ტიპის ჩხუბები ხალხმა იცის. ეხლა სიტყვაზე ამ წუთას მომატებული მაქვს წონა და ის დიხანია არა მაქვს და სიტყვაზე ვერ გაეკიდები და ეს ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ 15 კაცს ყოველთვის დაყრი. ვიღაცამ შეიძლება ისეთი დაგარტყას, ეგრევე გაგთიშოს. შეიძლება 10 კაცმა ისეთი დაგარტყას, რომ ვერცეც ვერ გაითიშო, მაგრამ სუსტმა დაგარტყას და გაითიშო. წერტილს გააჩნია, დარტყმის ძალას, მომენტს გააჩნია, ყველაფერს გააჩნია რა. ამიტომ ამით იმის თქმა მინდა რომ ესე ეგრეთ წოდებული პროფესორები, ესე რომ ვთქვათ, ესე პროფესორები ჩვენ ყველანი არ არის აუცილებელი რომ ცხოვრების ბოლომდე ვიყოთ რინგზე. და მაინც რინგზე არ არის საჭირო იყოს რომ იყოს ადამიანი რომ თავისი აზრი გამოთქვას. ეხლა ეს ვიდეო რატო ჩავწერე? ეხლა ამ ვიდეოს უყურე რა მე რა. ესე განხილვები, არ ვიცი ხელთათმაში ჯოგეითიოთ რა ქვია, ვერ დავიმახსოვრე რა ბიჭის სახელი. ზოგი ამბობს რომ კინაედო, ზოგი ხელთათმაში სკრინები ხო დადეს TikTok-ზე. ზოგი ამბობს რომ ხელთათმანი იყო ჩაკეცილიო, ზოგმა კინაედო, ზოგმა ქვაედო. ეხა მე რაც მითხრას მაგალითად იყო არისო ტექნიკა რომ ქვიშის კენჭებს იყრიანო და ბეტონივით დარტყმა ხდებაო, არ ვიცი. ნუ იქ იმის ხელთათმაში რა იყო ზუსტად ფოტოდან ძნელია დადგენა, მაგრამ იქ ფეხებზე რო იყო ფოტოები გადაღებული ყვითელი რო აქვს ტიპს ფეხები, რა ვიცი, უცხო პლანეტას გავს, ანუ იქ არის შეშვებული ჩვეულებრივი, ხახნა აი ჩვეულებრივი იმაში რომ მარველში რო სუპერჯარისკაცების პროგრამა არის, აი ეგეთი ანუ იმაზე რა ქვია აი დოპინგ კონტროლზე არც ამოაგდებს და მოკლედ საბოლოო ჯამში ისეთი რაღაცა აქვს ტიპს მიღებული, მიაღებინეს რომ აი საბოლოო ჯამში მე მინდა გითხრათ ის რომ ანუ ნახეთ მოკლედ მესამე მეოთხე თუ რომელში იყო მოკლედ დარტყმები და აი ჭრილობები რაც მიაყენა მაგანო თოფურიას მე გეუბნებით 100%-იანს რომ გამორიცხულია თავისი ბუნებრივი ძალით ეგეთი აი თოფურია რამე ბრძოლიც არისო მაგას დედამიწის ზურგზე მასეთი ტიპის დარტყმას, მასეთი ტიპის ჭრილობას ვერავინ ვერ მიაყენებს. აი შეუძლებელია, ანუ გამორიცხულია ბუნებრივ პირობებში.